დღეს მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, მათ შორის აქტუალურ საკითხებზეც და ზოგად საკითხებზეც. პირველ რიგში უნდა გამოვიხმარო დღევანდელ პრესკონფერენციას. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ განცხადებას, რომ საქართველოს შეიძლება რუსეთთან ერთად ითანამშრომლოს ტერორიზმთან ბრძოლაში. ანუ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობამ და ესეთ ტიპის ურთიერთობამ რუსეთთან შეიძლება რაიმე ხიფათი შეუქმნას საქართველოს არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ესე რომ ვთქვათ საქართველოს ზოგადად მიმაჩნია რომ ზენმეტია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნებისმიერ ქვეყანასთან უნდა ითანამშრომლოს ისეთ დაავადებასთან და ისეთ დიდ საფრთხესთან, როგორც ზოგადად ტერორიზმია. იმიტომ რომ საქართველოს ნებისმიერ დროს შეიძლება ესეთი საფრთხე დაემუქროს, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში პროცესები უმართავი გახდა. აქედან გამომდინარე, ესეთი თანამშრომლობა მისასალმებელია, უბრალოდ რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს როდესაც დადგება კონკრეტულ საქმიანობაზე და ღონისძიებებზე საკითხი ყველანაირად დაცული უნდა იყოს საქართველოს ინტერესები, რა თქმა უნდა. ეს მეთოდოლოგია გააჩნია საქართველოს სპეცსამსახურებს გააჩნია გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები, საკუთარი საინფორმაციო სივრცე და თან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. საკითხი, რომელიც აქტიური და აქტუალური იყო ამ დღეებში, იყო აგრეთვე განხილვა საკითხის, რომ თითქოს რუსეთი და სომხეთი აპირებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებას და რომ უახლოეს მომავალში იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც რუსეთს გააჩნია საქართველოს კომუნიკაციების მიმართ, შეიძლება გარკვეული სამხედრო აქტიურობა დაიწყოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს განხილვები მაინც ძალიან ზედაპირულია, თეორიულ ხასიათს ატარებს და რაიმე ინდიკატორი იმისა, რომ ხდება მზადება აქტიური ქმედებებისთვის არც რუსეთის ტერიტორიაზე და არც რუსეთის საინფორმაციო სივრცეში, არც სომხეთში არ შეიმჩნევა. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ყველა კომენტარი, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, როგორც ანალიზი არსებობდეს, მაგრამ მხოლოდ როგორც თეორიული საფრთხე, რომელიც უახლოეს მომავალში პრაქტიკულ, ესე ვთქვათ, ღონისძიებებად საქართველოს წინააღმდეგ არ იქცევა. აგრეთვე აქტუალური იყო საკითხი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ. ეს საკითხი ორი კუთხით შეიძლება განიხილოს, ერთი ზოგადად ის რომ საქართველოს სამწუხაროდ სამხედრო თვალსაზრისით მზად არ არის ესეთი დარღვევები აღკვეთოს, ჩვენ ვიცით რომ გაუქმებულია სარდლობა სამხედრო ავიაციის და თავისთავად სამხედრო სისტემა მონიტორინგის საჰაერო სივრცის გარკვეულ ხარვეს შეიცავს. აგრეთვე აქვე სათქმელია, რომ თვითონ კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც მოხდა, მოითხოვს, ესე ვთქვათ, უსწრაფეს პრაქტიკულ ღონისძიებებს, ანუ უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრთან აუცილებლად უსაფრთხოების ანუ უშიშროების საბჭო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პრინციპულად დაწესებულება ინსტიტუტი, რომელიც ესე ვთქვათ, გაუწევს აკუმულირებას ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მოპოვებული იქნება საქართველოს სხვადასხვა უწყების სამსახურის თუ ინსტიტუტის მიერ და შესაბამისად მოხდება, ესე ვთქვათ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ვალდებულებასაც ის აიღებს, იმიტომ რომ თქვენ ალბათ დაინახეთ, რომ კომენტარი გააკეთა სააერონავიგაციამ, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ დაუფიქსირებია საქართველოს საჰაერო სივრცის, ესე ვთქვათ, დარღვევა ან რაიმე უცხო საფრენი აპარატი. ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სააერონავიგაცია არ უნდა აკეთებდეს განცხადებას, ამას აუცილებლად ჭირდება გარკვეული რეფორმა საქართველოს უსაფრთხოების სისტემის. აგრეთვე საკითხი, რომელიც აქტუალურია, ეს არის კეზელაშვილის საკითხი. ჩვენ ახლა მიუხედავად იმისა, ეს ის სფეროა, სადაც ესე ვთქვათ, სუსტი ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ ჭირს, არავის არ შეუძლია განაცხადოს კავშირების, ესე ვთქვათ, რამდენად მტკიცეა, რამდენად არსებობდა ესეთი კავშირები. მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ თავდაცვის უწყებას, ანუ რაც საქართველოს მხარის ინტერესები არის, შეისწავლოს თუ რა ხდებოდა
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში თავდაცვის ministrების მიერ გატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. იმიტომ აქ საუბარია არა მხოლოდ ის, რომ კეზერაშვილი ანუ ეს საქართველოს პრობლემა ალბათ არ იქნება, კეზერაშვილი რა საქმიანობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ის იყო ჩართული კონტრაბანდაში თუ არა, აქ ლაპარაკია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოს იმიჯისთვის, რომ შეისწავლოს და გამოავლინოს იყო თუ არა თავდაცვის უწყება ჩარეული იარაღით ვაჭრობაში. ანუ იყენებდა თუ არა კეზერაშვილი როგორც თავდაცვის ministri თავდაცვის სამინისტროს იმისთვის რომ გაეადვილებინა ან მიიღო დამატებით ესე ვთქვათ სარგებელი იარაღით ვაჭრობაში. თავისთავად ეს ჩემი სფერო არ არის, მაგრამ აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შესწავლილი იქნას იმ ფინანსების წარმოშვების და ბრუნვის ესე ვთქვათ მიმართულებები, რომელიც ესე ვთქვათ დაფიქსირებულია და დოკუმენტები წარმოდგენილია კეზერაშვილის ქვეშ არსებულ ფირმებში. მიუხედავად იმისა, თუ ეს ფინანსები არის თუ არა იარაღით კონტრაბანდით შემოსული. აქ ზუსტად ქვეყნის უსაფრთხოებაზე როცა არის საუბარი, კეზერაშვილი არ არის უბრალო ფიგურა, ის არის ყოფილი თავდაცვის ministri, ის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი და ის უკავშირდება საქართველოში ესე ვთქვათ ოპოზიციას, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია და წარმოდგენილია პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელია. ამიტომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია იმ ფინანსების ესე ვთქვათ გაშიფრვა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ფინანსური ძლიერების წყარო შეიძლება წარმოადგენდეს. ფინანსები უნდა იყოს აუცილებლად თეთრი და არა მარტო ოპოზიციის ფინანსები, ყველა ფინანსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შემოვა, აუცილებლად უნდა იყოს გაფილტრული, იმიტომ რომ ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ მომავალში არ მოხდეს სხვა ქვეყნების ფინანსებით ქართული პოლიტიკაში აქტიური ქმედებები ან სპეცსამსახურების ან თუნდაც დანაშაულებრივი სინდიკატების მიერ გამოყოფილი ფინანსებით საქართველოს პოლიტიკაზე მანიპულირება. და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არ არის რა თქმა უნდა სასწრაფოდ აქტუალური საკითხი, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელზეც საზოგადოებამ მუდმივად ყურადღება უნდა მიაქციოს. ანუ ჩვენი თავდაცვის სისტემის რეორგანიზაცია. ვფიქრობ, რომ უამრავი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა მოითხოვს ცვლილებებს, ესე ვთქვათ, დემონტაჟს და ხელახლა აწყობას, მათ შორის გახშირებული, ანუ როგორც იყო წინა წელს ჯარისკაცის მოწამლები, რომელიც შეიძლება ამ წელსაც გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს სისტემა მოითხოვს უსწრაფეს რეორგანიზაციას. პლუს მეთქე გითხარით ის, რომ ეს ხელეწიფებოდა თავდაცვის უწყებას, ეს არ არის დამატებითი დაფინანსების საჭიროება ამაში არ არის, თუნდაც მონიტორინგი, რომელიც არ ხორციელდება ქართული ცის. ამიტომ ვფიქრობ, რომ 2014 წელს საზოგადოების და ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ აუცილებლად უნდა იყოს შერაღებულ ძალებში თუ რა ტიპის რეფორმები გატარდება და ეს რეფორმები იქნება საფუძვლიანი ცვლილებები თუ ეს კვლავ იქნება მხოლოდ პიარისთვის მოწყობილი ცალკეული აქტიურობა.